გამარჯობა. მე დღეს წაგიკითხავთ მურმან ლებანიძის ლექსს. ლეგენდად დარჩეს. გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად. ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან უხორცო იყო. ცოტა სვამდა და ცოტას ჭამდა. გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს. მარტო დამჯდა რა მარტოსული და უსვამს მარტოს. არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა და ასე უბრად უხერხულად კარგა ხანს სხდარან. უცებ მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი. გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი. პოეტი მეფეც ვერ მიმხვდა რა რატომ და რისთვის. უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის. ფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი. წამოვა არდენი ლაჩვენი ლორდი და ჩვენი დენთი. დაუდგამს ჭიქა შეუხსნია კისერზე ბანტი და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი. და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს და ჭახა-ჭუხი შესდგომიათ ბუთლებს და ნეკნებს, როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან. დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა. ტიტე, ძამიკო შეშლილივით აყვირებულა გალაქტიონი და ორთავე ატირებულა. ორ პირის ფშანზე გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოს ჯდომიათ. ხვევნა კოცნა შექმნილა ძმური. გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით, რაც ექნებოდათ სამდურავი იციან ვიცით. დიდი ბავშვები ამდგარან და დამსხდარან ერთად და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად. პაულოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა, ყოფილა სმა და გადარება ყოფილა ოხრად. ეს ყველაფერი მე მიამბო არაგვში გალამ და თუ ვუმატებ ან ვაკლებ ან რამეს ვმალავ. არა მიიყოს ის წარწერა სულით და გულით იქ იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური. გული გულს იცნობს, ღონეს მარჯვენი მარჯვენს. ლეგენდად დარჩეს მეგობრებო. ლეგენდად დარჩეს